გამარჯობა, ამ ვიდეოში ვისაუბრებთ მნიშვნელოვან საკითხზე. პასუხს გავცემთ ბაშფლემის ფილის ტექსტთან დაკავშირებულ შეკითხვებს, რომელთა განმარტება ნათელ სურათს შეგიქმნით, პატივცემულო მაყურებელო, იმის შესახებ თუ როგორ გავშიფრეთ ჩვენ ეს ტექსტი. ესე იგი, თუ გსურთ გავიგოთ როგორ გავშიფრეთ ბაშფლემის ფილის ტექსტი და კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ, რომ ეს ტექსტი სწორად გაშიფრულია, უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ. პირველ რიგში გავიხსენოთ კიდევ ერთხელ თანამედროვე გენეტიკური კვლევების მონაცემები ადამიანის გაჩენასთან დაკავშირებით. ჩვენს პლანეტაზე მცხოვრები ყველა ადამიანი დედაკაცის, გამოვიყენოთ ბიბლიური ტერმინი, MT დნმ-ისა და მამაკაცის Y დნმ-ის შტოების შესაბამისად ერთი ქალისა და ერთი მამაკაცის წარმოშობილია. მათ თავისი მეცნიერული სახელიც გააჩნიათ მიტოქონდრიალური ევა და Y ქრომოსომული ადამი. თუმცა განმარტავენ, რომ შესაძლოა მათ გარდა სხვებიც არსებობდნენ, მაგრამ მხოლოდ ადამი ევა და მათი შთამომავლები გადარჩენ. ეს კი ნიშნავს ერთიანი ენის არსებობას და კიდევ ბევრ სხვა რამეს, რასაც სხვადასხვა მეცნიერება შეისწავლის. ახლა კი წარმოგიდგენთ ჩრდილოეთ აფრიკის გენეტიკურ ისტორიას. აი გადავიდეთ. აგერ არის ჩრდილო აფრიკის გენეტიკური ისტორია. ეს ყველაფერი პირდაპირ მასია ფილის ტექსტის გაშიფრასთან და თავად გაგაოცეთ ის სიმართლე, რომელიც იცოდნენ უძველესმა ადამიანებმა საკუთარი გაჩენის დროისა და შემდგომ კაცობრიობის ცივილიზაციის ჩამოყალიბების პროცესთან მიმართებით. რუკაზე გამოსახულია უძველესი ჩრდილოეთ აფრიკული იბერო-მავრიციული შტო, რომელიც დაკავშირებულია პროტო-აფრო-აზიის კულტურის წარმოშობასთან. ეს არის არქეოლოგიური, გენეტიკური და ლინგვისტური მონაცემების გაერთიანება. ხაზს უსვამთ ლინგვისტურის, რითაც დასტურდება ბაშფლემის ფილაზე დატანილი სიმბოლოების კავშირები პროტო-აფრო-აზიურ კულტურასთან და კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამთ მათ ლინგვისტიკასთანაც. თუ დააკვირდებით რუკას, ეს არის უცხოელი მეცნიერების შექმნილი. რუკას მიხვდებით რა კავშირი აქვს კავკასიის რეგიონს აფრიკის კონტინენტთან დიდი მანძილის მიუხედავად. საბჭოთა მეცნიერები მანძილებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ და ასკვნიდნენ, რომ მანძილთა შიშორის გამო ურთიერთზე სხვადასხვა კულტურათა გავლენის დაშვება შეცდომა იყო, რაც თანამედროვე ეთნოსთა გენეტიკურმა კვლევებმა უარყო. პირიქით, დაადასტურა ადამიანის გაჩენის დაბადებისეული, ანუ ბიბლიისეული ინფორმაცია და კაცობრიობის განვითარების ყველა ეტაპზე მანძილებისა და დროის მიუხედავად ურთიერთგავლენის პირდაპირი შემთხვევები, რაშიც ასევე დიდი როლი ითამაშა 21 საუკუნის არქეოლოგიურმა გათხრებმა. ეს რუკა, როგორც გითხარით, არის უცხოელ მეცნიერთა შექმნილი. არქეოლოგიური, გენეტიკური და რაც მთავარია ლინგვისტური კვლევების საფუძველზე. აქვე სავარაუდოდ იცით ალბათ სად მდებარეობს რუკაზე მოცემული ძუძუანას მღვიმე. აი დააკვირდით. ძუძუანას მღვიმე. ჭიათურის მუნიციპალიტეტში. პატივისცემით მოვიკითხავთ ჭიათურლებს, ჩვენ ზემოიმერლები ვართ. აფრო-აზიური ენები დღეს ძირითადად გავრცელებულია დასავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკის ნაწილებში. აფრო-აზიური ენები, ასევე ცნობილი როგორც აფრო-აზიური, აფრაზიული, ქამიტო-სემიტური ან სემიტო-ქამიტური, არის დაახლოებით 400 ენის ოჯახი, რომლებზეც ძირითადად ლაპარაკობენ დასავლეთ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, აფრიკის რქის, საჰარასა და საჰელის ნაწილებში 500 მილიონზე მეტი ადამიანისთვის არის აფრაზიული ენები მშობლიური. ენათმეცნიერთა უმეტესობა ამ ოჯახს ყოფს 6 შტოდ: ბერბერული, ანუ ამაზიგი იგივე, ჩადური, კუშიტური, ეგვიპტური, ომოტური და სემიტური. სემიტურ ენებზე ცალკე ქვემოთ წარმოგიდგენთ განმარტებას. ასევე ზემოთ ფოტოზე მითითებულია ნიგერ-კონგოს ენათა ოჯახის კავშირი იბერიო-მავრიციულ შტოსთან. აი აქ დააკვირდებით, მე ისრებით როგორ გადადის და აგრეთვე პროტო-ქუშიტურთან. როდესაც ენები ერთმანეთთან კავშირშია, რომელიმე მათგანმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მეორეზე, ენობრივი ჩარევის გზით, როგორიცაა ცესხება.
ამიტომ გაოცებას არ უნდა იწვევდეს ის ფაქტი, რომ არის სხვადასხვა ენებში გაბნეული ბაშმლების ფინალზე დატანილი ჩვენს მიერ გაშიფრული ტექსტის სიტყვები და ეს სიტყვები ასევე სხვადასხვა ენიდან რატომ იკითხება? არ არის სხვადასხვა. დაიშალა ერთიანი ენა. ახლა რაც შეეხება სემიტურ ენებს. ქვემოთ ფოტოზე წარმოდგენილია სემიტური ენების გავრცელების არეალი აფრიკასა და აზიის კონტინენტზე. აი აქ. სემიტური ენები აზიისა და აფრიკის კონტინენტზე გავრცელებული მონათესავე ენებია, რომელთა ფიქსირებული ისტორია 6000 წელს მოიცავს. სემიტურ ენებს ყოფენ აღმოსავლურ, აქადური მესოპოტამია და დასავლურ შტოებად. დასავლური თავის მხრივ იყოფა ჩრდილოურ სემიტურად: ამორეული, უგარითული, არამეული, ებრაული, მოაბური, ფინიკიური, რომლებიც სირია-პალესტინაში არის გავრცელებული და სამხრეთულ სემიტურად: არაბული, ეთიოპიური, რომლებიც არაბეთის ნახევარკუნძულსა და აფრიკის კონტინენტზეა გავრცელებული. ძველი ეგვიპტური ითვლება აფრო-აზიური ენების ოჯახის წევრად, რაც იმას ნიშნავს, რომ ძველ ეგვიპტურს აქვს მსგავსება აქადურთან, არამეულთან და ებრაულთან. ასევეა არამეულისა და ეთიოპურის მთელი რიგი ლიტერატურული დიალექტები, მათ შორის კლასიკური სირიული, მანდეური, გეზი, შემდეგ ნიგერ-კონგოსა და ნილ-საჰარის ენათა ოჯახები, მათ შორის მანდეური ენები. აქ ხომ წარმოგიდგინეთ და აქ მათი გავრცელებისის. მანდეური ენები არის ენების ოჯახი, რომელზეც ლაპარაკობენ დასავლეთ აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორისაა მანინკა, იგივე მანდინკა, სონინკე, ბამბარა, კპელე, ჯულა, დიულა, იგივე მენდე, სუსუ და ვაი. დაახლოებით 60-დან 75-მდე ენაზე საუბრობს 30-40 მილიონამდე ადამიანი, ძირითადად ბურკინა ფასოში, მალიში, სენეგალში, გამბიაში, გვინეაში, გვინეა-ბისაუში, სიერა-ლეონეში, ლიბერიაში, კოტ-დივუარში, ასევე ჩრდილოეთ ბენინში, ჩრდილო-დასავლეთ მაჰანურში. ძველი ასურული ენა ძველი აღმოსავლური სემიტურ-აქადური ენის დიალექტია. ახლა კი გადავიდეთ ინდო-ევროპელებზე. წარმოგიდგენთ მათი ჩამოყალიბებისა და გავრცელების არეალს. აი აგერ არის ეს რუკა, ესეც უცხოელების შექმნილი რუკა არის. ნეოლითისა და ადრეული ენეოლითის დროს სავარაუდოდ ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე ათასწლეულში კავკასიელი მონადირე შემგროვებლები, მოკლედ იწოდება GHG, შეერიდნენ აღმოსავლურ მონადირე შემგროვებლებს EHGS, ანუ პონტური კასპიის სტეპებში. იცით პონტური კასპიის სტეპები, ეს აზოვის ზღვიდან კასპიის ზღვამდე ჩრდილოეთი კავკასია. შედეგად მიღებული მოსახლეობა თითქმის ნახევრად კავკასიური და ნახევრად აღმოსავლური სტეპის გენეტიკურ ჯგუფს ქმნიან, რომლებმაც შემდგომში მთელი ევროპა და აზიის ნაწილი აითვისეს. ისინი ცნობილი არიან როგორც ინდო-ევროპელები. იყო ასეთი მეცნიერი საბჭოთა პერიოდში დიაკონოვი, ვინც ფართე და ვიწრო ნიკბების ურთიერთშედარებით ვითომდა ადგენდა ადამიანთა რასობრივ თუ გენეტიკურ კუთვნილებას, რაც დრომ აჩვენა, რომ დიდი სისულელე იყო. სხვათა შორის მას დაწერილი აქვს პალეოგრაფიის კურსი, წარწერების და გაშიფვრის ტექსტებთან გაშიფვრის შესახებ, რომელიც გამოიყენებოდა საბჭოთა ეპოქაში და მისი დარღვევის უფლება არავის ჰქონდა. ეს იყო მეთოდოლოგია რაღაცა. მოკლედ რომ გითხრათ, მისი მეთოდოლოგიით მაგალითად შამპოლიონი ან გროტენფენდი ან და სხვა პალეოგრაფების გაშიფრული უძველესი წარწერები და ტექსტები ვარყოფილი იქნებოდა. თან ყველაზე მთავარი იცით რა არის? მას თავის ცხოვრებაში ერთი ბწყარიც კი არ ჰქონდა გაშიფრული. ამასთან სამსუხაროა ამ ყველაფერში ის კიდევ რომ დღევანდამდე იზიარებს ზოგიერთი მეცნიერი მის მოსაზრებას. პალეოგრაფიაში დიდ როლს თამაშობს ინტუიცია და შემთხვევითობა. ჩვენ ბაშმლების ფილის გაშიფრა დავიწყეთ ჰორიზონტალური ხაზიდან. აი გაჩვენებთ რომ ვიცოდეთ. აი ამ ხაზიდან დავიწყეთ და რატომ? რადგან ვიცოდით რომ აი ეს სიმბოლო
აი ეს სიმბოლო, სამი ხაზი, ჰორიზონტალური. წარმოადგენდა ციფრ 3-ს. ამით დავადგინეთ ის, რომ მისი წინა სიმბოლო, ანუ აი ეს სიმბოლო იქნებოდა სიტყვითი ნიშნულობის ცალკეული მარცვალი. და ასე მივყევით და ამის შესახებ ვიდეოები გვაქვს ჩაწერილი და კიდე ჩავწერთ. დიაკონოსსა და მის მიმდევრებს სწორედ ამიტომ არ ჰქონდათ წარმატება პალეოგრაფიაში. თვლიდნენ, რომ მხოლოდ ბილინგვა, კვაზიბილინგვა ან ხელოვნური ბილინგვა შეიძლებოდა გაშიფრულიყო. გადავიდეთ ახლა, გავაგრძელოთ შემდეგ. ინდოევროპელების მიგრაციის სქემა დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 4000 წელი 1000 წელის პერიოდი. აი ესა. რუკაზე წარმოდგენილია ინდოევროპული რასის ჩამოყალიბებისა და გავრცელების არეალი, რომელიც მოიცავს ევროპას, აზიის დიდ ნაწილს, მათ შორის ინდოეთსა და ჩინეთის მიმართულებებს. ალბათ მიხვდებით ენობრივი და კულტურული კავშირების გავრცელების სიშორესაც. უძველეს დროში ეთნოსებს ერთმანეთთან კავშირები ჰქონდათ, აყალიბებდნენ შერევის გზის ახალ კულტურებს და გასაკვირია, აქაც არ უნდა იყოს ენობრივი კავშირები. აგრეთვე თუ რატომ არის უძველესი სიტყვები წასული სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში განსახლებულ ეთნოსთან ენებში, ასე რომ მათ კავშირს ჩვენ კი არ ვიგონებთ. ეთნოსთა გენეტიკური კვლევა ადასტურებს და ეგრეთ წოდებული შორი მანძილების თეორიას უაზროსა და არაარგუმენტირებულს ხდის. ისედაც გასაგები უნდა იყოს თქვენთვის, თუ ბაშფლემის ფილის დამწერლობის სიმბოლოები რატომ არის წასული სხვადასხვა ეპოქის კულტურებში, ასევე სიტყვებიც და ფონეტიკური მნიშვნელობების, რადგან ლოკალური ტერიტორიებიდან მოხდა მათი გავრცელება მთელს დედამიწაზე. ზოგიერთ კულტურაში უძველესი სიტყვები შემორჩა თავდაპირველი ეტიმოლოგიით, ზოგან კი სახესხვაობა განიცადა და სხვა მნიშვნელობებიც შეიძინა. ასევეა სიმბოლოთა გრაფიკული გამოსახულებებისა და ფონეტიკური შესატყვისების შემთხვევაშიც. შეგახსენებთ, რომ საბჭოთა იდეოლოგია არ ცნობდა ამ ჭეშმარიტებას და ითვლებოდა, რომ კაცობრიობის ადრეულ ეტაპზე, როცა რომელიღაცა პრიმატთა ჯგუფებმა გადამიანება განიზრახეს, ისინი დასტან რომელიმე ტერიტორიაზე ათეულობით ჩამოყალიბდნენ სხვადასხვა ხალხად თუ ტომად და დამოუკიდებლად შექმნეს საკუთარი კულტურა. ხოლო წარღვნის და მის შემდგომ პერიოდის შესახებ საბჭოთა მეცნიერება საერთოდ დუმდა და არ მიიჩნევდა სიმართლედ. ახლა კი გადავიდეთ ისტორიულ წყაროებზე, რომელთა შეხსენებაც ისევ მოგვიწევს. ამაზეც გვაქვს ვიდეოები, მაგრამ მაინც გავიხსენოთ. თეიმურაზ ბატონიშვილი რას ამბობდა? სირიანელი და ეთიოპელი მყოფნი გძლად შემდგომად ცხოვრებთან ნილოსის კიდეცასა არ იყვნენ ჯერთა პირველთა ერთა შორის აღრიცხული. შთამომავლობაი მათი გამოვიდა პირველ მცხოვრებთა ერთაგან კავკასიისათა, რომელნიცა გამრავლდებოდნენ თასა ზედა ატლანტიისა და ლივანიისა. ეს არის გიბრალტარის სრუტიდან დაწყებული. თეიმურაზ ბატონიშვილმა კარგად უწყოდა ის, რაც ზოგიერთმა მეცნიერმა ახლაც არ იცის ან არ სურს იცოდეს. კავკასიის რეგიონისა და აფრიკის კონტინენტის კულტურული კავშირების შესახებ, რომლებზეც ჯერ კიდევ 1848 წელს გამოცემულ მის წიგნში საუბრობს. ეს ის პერიოდია, როცა გენეტიკური კვლევები ჯერ კიდევ არ არსებობდა. დადასტურდება თითქმის საუკუნე ნახევრის შემდეგ. თეიმურაზ ბატონიშვილს ამ ინფორმაციასთან ცნობა ჰქონდა ისტორიის უძველესი წყაროებიდან, მათ შორის ქართული წყაროები, მატიანე შემეცნებათა და ნებროთის წიგნი, რომლებიც შემდგომში საბჭოთა პროპაგანდისტურმა რეჟიმმა გააქრო და ვაი მეცნიერებს დაავალა გაყალბებული ისტორიის დაწერა, რაც მათ იდეოლოგიას აწყობდა. ამაზეც გვაქვს ვიდეოები და გთხოვთ უყუროთ. ისევ თეიმურაზ ბატონიშვილი გვერდი 3 სტატია 2 ასურელთა წარმოშობის შესახებ ინფორმაცია. სათანადო არს უწყება ასურელთათვის არს ყოფისა, ესე იგი შთამოსირვისა მათისა პირველ მათსა მყოფთა ერთაგან იყვნენ კავკასიელნი. შემდეგ
სამეთყელო კულტურის გავრცელების არგუმენტი ციტატა ჯუანშერის ქართლის ცხოვრებიდან, რომელიც სწორედ ნებროთის წიგნის გადარჩენილი მცირედი ნაწილია და დაუტევეს ყოველთა ქალაქი და წარვიდეს და დაუტევა ჰინდურად მძრახველნი ჰინდეთს, სინდნი სინდეთს, ხრომნი ხრომს, ბერძენი საბერძნეს, აგდა მაგუგეთს, სპარსნი სპარსეთს, ხოლო პირველი ენა ასურებრი იყო და ესე არიან 7 ენანი, რომელნი ნებროთისამდე ზრახვდეს. აქ ასურებრისამე იყო ენაო, სავარაუდოდ ვფიქრობ, რომ შუმერულ ენაზეა საუბარი. ამით დავასრულოთ ეს ვიდეო. შემდეგ ვიდეოში ასევე ვისაუბრებთ ბრაშლემის ფილის ტექსტის გაშიფვრის შესახებ და მოგიყვებით დაწვრილებით ყველაფერს, რათა არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები. თუმცა თუ მაინც იქნება შეკითხვები, მზად ვართ გიპასუხოთ ამომწურავად თანაც. ჩვენთვის თქვენი კომენტარები და შეკითხვები მნიშვნელოვანია, დაგვერწმუნდეთ. გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი და უყუროთ ჩვენს ვიდეოებს. ეს ჩვენთვის სტიმულის მომცემია. თქვენი მხარში დგომა გვაძლიერებს. მადლობა.